დილამშვიდობისა, მოგესალმებით და გიბრუნდებით კონსერვატორიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე აქ ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართება, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ამავდროულად მოხდება დუეტის პრეზენტაცია. ნინო ხაჩიძე და თინათინ სარალიძე არიან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ეს დუეტი და ისინი არიან კონსერვატორიის კურს დამთავრებული პიანისტები. ნინო, მოგესალმებით პირველ რიგში და მაინტერესებს საიდან გაჩნდა იდეა, რომ რაღაც ერთობლივად გემუშაოთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნოთ, რომ მე და თინანო ვიყავით თანამშრომლები, მუშაობდით მეორე მუსიკალურ სკოლაში და ერთშენიერ დღეს მემზადებოდით, პედაგოგთა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო და იქ მოკლედ რეპეტიციაზე შევხვდით ერთმანეთს. მე თინანოს ვიცნობდი მანამდე, იმიტომ რომ როდესაც ლექსოთეროძე ჩამოდიოდა კლასის კონცერტებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მაშინ მყავს მოსმენელი თინი და თინა სარალიძე არის ლექსოთეროძის მოწაფე. და აქედან გამომდინარე მე რატომღაც მომევიდა იდეა რომ ის რომ თინანოც ვერ უკრავდა მეც ვერ ვუკრავდი, მოდი ერთად გავაკეთოთ დუეტების კონცერტი. გქონდათ გარკვეული პაუზა შემოქმედებაში და 2013 წლის დეკემბერში გადაწყვიტეთ რომ ეს პაუზა დუეტით აღმოგეფხრათ. კარგი, თინ მაინტერესებს როგორ მიმდინარეობდა უშუალოდ პროგრამის შერჩევა, რამდენხნიანი იქნება პროგრამა და რას პირდებით დღეს მოსულ საზოგადოებას. ესე იგი პროგრამა არის 1 საათიანი, ჩვენ საკმაოდ სერიოზული და სასიამოვნო პროგრამა შევარჩიეთ. გვინდა რომ არ იყოს მოსაბეზრებელი ეს პროგრამა ჩვენი მსმენელისთვის. რეპეტიციები დავიწყეთ იანვრის თვიდან მოყოლებული. ამ დღის ჩათვლით ჩვენ ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს და მუშაობთ ამ კონცერტისთვის. რაც შეეხება კონცერტს, კონცერტი არის საქველმოქმედო, მოგეხსენებათ, ასე თქვა, შემოსული თანხა გადაერიცხება ორღანის აღსადგენ ფონდში. და ნახოთ რა როგორ იქნება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება იქნება გულისხმიერი და დაესწრებიან თქვენს კონცერტს და რაც მთავარია დაეხმარებენ ორღანს იმისთვის რომ მოხდეს მისი რეაბილიტაცია და მაინტერესებს უშუალოდ რას შეასრულებთ დღეს 1 საათიანი კონცერტის განმავლობაში. დღეს ჩვენ შევასრულებთ რაჰმანოვის მეორე სიუიტას, ლისტის მეორე რაფსოდიას, ლაღიზის საჭიდაოს და პიაცოლას ტანგოს. ჩვენ შევარჩიეთ ისეთი პროგრამა, რომ არა მარტო მუსიკოსებისთვის, არამედ არამუსიკოსებისთვის სასიამოვნო მოსასმენე ყოფილიყო. ძალიან საინტერესო პროგრამა არის და გადაცემის შემდეგ ნაწილში ჩვენ დაგიბრუნდებით ამ დუეტთან ერთად, რომლის პრემიერაც დღეს და პრეზენტაციაც დღეს გაიმართება და ჩვენი დილის მაყურებელს ექნება საშუალება პირველმა მოისმინოს გოგონების მიერ ერთობლივად შესრულებული ნაწყვეტი პროგრამიდან.